იცვლება ყველა ხელმძღვანელი ორგანო, ყველა გამგებელი, ყველა სოფლის გამგებელი. თანამდებობის პირებით არც სკოლის დირექტორების შეცვლას არ მოვერიდებით, ვინც უღირსი იყო პოლიტიკური შეხედულების გამო არა, ვინც უღირსად იქცეოდა. ყველაფერი ჩადგება კალაპუჩში, დამთავრდა ის დრო, როცა იყო ტერორის დრო, დაშინების დრო, დამთავრდა. ყველა სფეროში უნდა უხელმძღვანელოს ღირსეულმა პიროვნებამ, თავის საქმის პროფესიონალი. ესე იგი, რაც მე მაჟორიტარი დეპუტატი ვარ კასპის რაიონის, არ ვიცნობდი საკრებულოს თავმჯდომარეს, ეხლა გავიცანი. უბრალოდ გავისაუბრეთ 5-10 წუთით იმ პრობლემებზე, რაც აქვს რაიონს. თვითონ საკრებულოს მუშაობაზეც 2-20 სიტყვით დავილაპარაკეთ მთლიანობაში. ეს იყო ძირითადად, ასე ვთქვათ, გაცნობიტი შეხვედრა, სადაც ახლა კონკრეტული საკითხები არ გადაწყვეტილა. კითხები იყო ის, რომ კეთდება თუ არა სამუშაოები, რაც არის განმოწყვეტილი. კეთდება, რაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. და ჯერა შეკითხვა. პრობლემატურია, პრეზიდენტმა გაზარდა ყველას მოულოდნელად ხელფასები, ზედაჭერი, ასე ვთქვათ, ზედაჭერია საკრებულოს თავმჯდომარების, მოადგილეების, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. ჩვენ ვეცდებით მოვიპოვოთ ინფორმაცია, რომ ეს არ მოხდეს იმ პროგრამების და სოციალური პროგრამების ხარჯზე, რომელთაც მოსახლეობა, ასე ვთქვათ, ელის სხვადასხვა, ვთქვათ, წყლის გაყვანას, ვთქვათ, გაზის, ან სხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ფული იქ არ უნდა წავიდეს დასახარჯად, არამედ გაიზარდოს ბიუროკრატიის ხარჯებზე. ამიტომ ეს ცალკე საკითხია. შესრულება მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით, როგორც გვიდეს. არაც ჩავარდნები და ასე ვერაფერი არ არის.